ტრუას ცხენი, რომელიც ორგანიზმში სიმსივნის გამანადგურებელ უჯრედებს ავრცელებს და მეცნიერები, რომლებიც ამ სიახლის პრაქტიკულ თერაპიაში დანერგვას ესწრაფვიან. ექიმები, რომელთაც უნდა ვენდოთ და მითები, რომელიც დასამსხვრევია. სამედიცინო ორშაბათს საუბრობთ სენზე, რომელიც მილიონობით ადამიანს ემართება. ვიხსენებთ მისი კვლევის ისტორიას და საეტაპო გარღვევებს. რამდენად გვუახლოვდებით სიმსივნის სრულად განკურნების სტადიას. ერთად შევაჯამოთ. Rabondet პირდაპირ ეთერში ჩვენ ახალ სტუმრებთან ერთად ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ირაკლი კოხრაიძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და მამოლოგი, ექიმამოლოგი და ქალბატონი დარაჯან ლომიძე, რადიოთერაპევტი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ამ საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოთერაპევტი. მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენ ისეთი სახლები ვახსენეთ უკვე რადიოთერაპია, მამოლოგია, რომ ალბათ მაყურებლები მიხვდებოდნენ, რომ ჩვენ სიმსივნებზე ვისაუბრებთ. და ვისაუბრებთ ძალიან კონკრეტულ თემაზე, რომ საქართველოში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ხშირად მსმენია მე უკურნებელი სენი, დღეს არ არის ესეთი უკურნებელი, როგორც იყო წლების წინ და ასევე არსებობს ძალიან ბევრი პროგრესი, კვლევების თვალსაზრისით, ტექნოლოგიური პროგრესი, სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც ჩვენ ერთ დღეს ალბათ მე ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება დავამარცხოთ სიმსივნე, თუნდაც ის, რომ 15 წლის განმავლობაში 40%-ით მეტი ადამიანი ცხოვრობს 10 წელი და მეტი დიაგნოზის შემდეგ, ეს უკვე არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და ამაში თქვენც მონაწილეობთ, რა თქმა უნდა, ამიტომ თქვენი აზრი ამაზე ძალიან საინტერესო იქნება. და მადლობას მოგახსენებ სტუმრობისთვის და ხშირად არის ხოლმე, რომ ინტერნეტში ჩდება კონკრეტული ინფორმაციები, სხვათა შორის საკმაოდ მაღალი სანდობის მქონე საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე, თუნდაც როგორც არის BBC, Guardian-ი, ბრიტანული და ასე შემდეგ, სადაც იდება ხოლმე ინფორმაცია რაღაც მიმართულებებით და BBC-ს ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი სტატიაში იყო ნახსენები ორი წამალი, რომლის სახლებსაც მე რა თქმა უნდა ვერ ვიმახსოვრებ, თქვენ რომ გეცოდინებათ და გითხრათ, რომლებიც იწვევენ სიმსივნის განკურნებას მარტივად რომ თქვა. ზომაში შემცირება ძალიან მოკლე ვადაში. და სხვათა შორის ერთ-ერთი პრეპარატი ჰერცეპტინი არის, რომელიც უკვე სახელმწიფო პროგრამას ფინანსდება ჩვენთან. და ანუ ეს არც თუ ისეთი ახალი ამბავი არ არის. ამ სტატუსს დაუბრუნდეთ, რა ხდება დღეს სიმსივნის უნაობაში და რამდენად მსგავსი სტატიები, რომელსაც მართლა ძალიან ხშირად შევხვდებით სოციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში და სათაური ბუნებრივია იქცევს ყურადღებას და აი ამ კონკრეტული სტატიიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ შეკითხვას და შემდეგ ბუნებრივია. უკანასკნელ პირველ რიგში მოგესალმებით. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ თარგეტულ თერაპიაზე, ანუ მიზნობრივ თერაპიაზე და ეს ორი პრეპარატიც თარგეტული თერაპიის ერთ-ერთი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლებია. პირველი პრეპარატი ლაპატინიმი, რომელიც მოქმედებს სიმსივნის სისხლძარღვების კონკრეტულ უბნებზე და იწვევს სიმსივნეში ახალი სისხლძარღვების გაჩენის შემცირებას. და მეორე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული გენის მუტაციის მქონე პაციენტებში. ეს არის ორი ნიუ გენი სუპრესორი, რომელიც იწვევს უჯრედთა უკონტროლო ზრდა განვითარების შეფერხებას. ამ გენის მუტაციის შემთხვევაში გამოიყენება სწორედ ეს პრეპარატი. სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული პირველი მეორე სტადიის სიმსივნეების შემთხვევები, ჰერ-პოზიტიური სიმსივნეების შემთხვევაში ფინანსდება ტრასტუზუმაბით, იგივე ჰერცეპტინით მკურნალობა. თუმცა ამ კუთხით კიდევ გვაქვს გარკვეული პრობლემები, ეს არის რეციდიული და მეტასტაზური ძუძუს კიბო. ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად პროექტს, რომელიც სავარაუდოდ მიეცის სიცოცხლის უფლების სახელწოდებით გამოვა. ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომელიც შეეხება რეციდიული და მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ჰერ-პოზიტიურ პაციენტებში ჰერცეპტინით მკურნალობის დაფინანსება. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთული თემაა, ესე მით უმეტეს სოწუჩი ჩასტება და სალაპარაკო, ჩვენ ვახსენეთ კონკრეტული მუტაცია და კონკრეტულ მუტაციაზე მოგვიანებით წამალი. საერთოდ არის ხოლმე ხშირად არის მაყურებლებს აქვთ წარმოდგენა, არ მარტო მაყურებლებს, ხშირად სამედიცინო სფეროში გარკვეულ ადამიანებსაც, გაცნობილ ადამიანებსაც აქვთ ხოლმე წარმოდგენა, რომ სიმსივნე არის ეს ერთი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ვახსენეთ კონკრეტული მუტაცია, რომელიც იწვევს კონკრეტული ტიპის სიმსივნის განვითარებას. მაყურებლებს უთხრათ, რომ
არსებობს სიმსივნეები არ არის მარტო ერთი მდგომარეობა, არ არის ერთი დაავადება, ეს არის ძალიან ბევრი სხვადასხვა იშვიათი დაავადებების ნაკრები და ამიტომ არ არის ხოლმე ესეთი მარტივი, ხო? ნუ ფაქტობრივად თერაპიაზე შეჯერება, რაზეც ვlapარაკობთ. ასევე არსებობს ხოლმე ძალიან ესეთი ლეგენდები, რომ არსებობს სიმსივნის სწავლანი და სიმსივნის სწავლს არაჩენს ესეთი დამპალი დასავლეთი ის გამრო შეინახოს ექიმები და შეიძლება გამიგონიათ ხო დღეს დილაზეც მოვისმინე სხვათა შორის როდესაც აქ მოდიოდი მსგავსი რაღაც ტაქში შეიძლება სერიოზულად აღუდგა თუმცა იმისთვის რომ ანტისიმსივნური ან ნებისმიერ პრეპარატ ნუ გარახანა ანტისიმსივნურ პრეპარატებზე საუბრობთ დამთახო ქალბატონ დარაჯანი იმისთვის რომ ეს პრეპარატი შემოვიდეს კლინიკურ გამოყენებაში და გაიყიდოს აფთიაქში ხო უნდა გაიაროს ძალიან ბევრი ეტაპი პირველ რიგში მოლეკულის აღმოჩენიდან, სინთეზირებიდან, მისი უსაფრთხოების, ეკვივალენტობის, ეფექტურობის და ასე შემდეგ დადგენისთვის. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა სოფლიოს რომელიღაცა ლაბორატორიაში იქმნებოდეს ისეთი პრეპარატი, რომელიც იქნება ანტისიმსივნური მოქმედების. თქვენ სწორედ ბრძანეთ სიმსივნეები სხვადასხვაა, თუმცა მათ ახასიათებთ ერთი საერთო, ეს არის უკონტროლოს დაგანვითარება, მეორეული ადგილების, კერძოდ მეტასტაზების წარმოშობა და საბოლოოდ პაციენტის სიკვდილი. ყველას ახასიათებს რაღაცა საერთო, თუმცა სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები პროგნოზულადაც და ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით, რა თქმა უნდა, ცალსახად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე ჩვენ ვახსენეთ ეს ტარგეტული თერაპია, მაგრამ ტარგეტული თერაპია არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება და იხვეწება სხიური თერაპია და ამაზე რომ არ ვილაპარაკოთ ალბათ შეიძლება. და ისეთი კონკრეტული სიახლე, რომელიც მეგონის სხიურ თერაპიაში დღეს არის ამაზე ხშირად დაელაპარაკი და ჩვენთანაც იგეგმება თუ რაღაც არ ვიცი მხოლოდ გეგმის ნაწილია, აი პროტონული თერაპია, ხო? ოღონდ უნდა აგვიხსნათ ახალი მეთოდი. დიახ, ვეცდები რომ თქვენ გასაგებად იყოს მაყურებლისთვის, სხიური თერაპია არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რა თქმა უნდა, ქირურგიასთან და მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად. სხიური თერაპიას თავისი სხვადასხვა მიმართულება აქვს, როგორიც არის ბრახითერაპია, როდესაც წყარო შეგვაქვს ძალიან ახლოს თვითონ იმ სიმსივნესთან, ან ღრუში, ან ქსოვილში შიგნით და ლოკალურად იმ ადგილს ვასხივებთ. არის ტელეთერაპია, რომელიც გარედან სხივდება, ანუ დისტანციურად სხივდება. ეს ორივე არის ძალიან ძველი მეთოდი, თუმცა მათი დახვეწა და განვითარება ყოველდღიურად და ყოველწლიურად მიდის. ძალიან წინ წავიდა საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. საქართველოში უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ყველაფერი მის გამოყენება, რაც მთელ მსოფლიოში სტანდარტად არის მიღწეული. ეს არის შეკითხვა მიდრე საქართველოს სად არის თქვა მსოფლიო სამედიცინო რუკაზე, ასე ვთქვა, აი ამ მიმართულებით. ძალიან წინ და ჩამოსულ კოლეგებს ძალიან უყვირთ ხოლმე თქვენ როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი. ფინანსები და რესურსებიდან გამომდინარე. ეკონომიკური რესურსები აქ შემთხვევაში ლაპარაკი, რა თქმა უნდა, გარელაპარაკი სამედიცინო პერსონალზე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ტექნოლოგიების ყიდვას და შეძენას, მათ დამონტაჟებას, არამედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტაფის გაზრდას, ანუ მომსახურე პერსონალს, ეს არის სხიური თერაპევტი, თქვათ, ტექნიკოსი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკოსების როლი და მთელი გუნდი. ამასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. იმიტომ რამდენიც არ უნდა წავიკითხოთ, ეს არის წიგნი, ეს არის ის, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, სხვათა გამოცდილების გაზიარება, მუდმივი გაცვლა გამოცვლა უცხოელ კოლეგებთან ერთად აზრის, მათი პერმანენტული ვიზიტები, ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რომ დღეს ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც საჭიროა, რომ ვიდგეთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ქალბატონ დარაჯანო, დღეს საქართველოში სხიური თერაპია აკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, აქვს ის ტექნოლოგიური სიახლეები, რაც სხვაგან არის. დიახ, სრულიად, იმიტომ რომ ეს არის 3D კონფორმული, ინტენსივობით მოდულირებული, სტერეოტაქსია დავიწყეთ საქართველოში. ანუ სტერეოტაქსიის დიახ. ეს როგორ გითხრათ, ეს არის ძალიან პატარა მოცულობებზე მიტანილი ძალიან დიდი ერთჯერადი გამოსხივება, რომელიც ძალიან, ბევრი ძალიან ვთქვი, მაგრამ ძალიან სკრუპულოზურია. ძალიან დიდი რუდუნებით უნდა მიიტანო იქ, იმიტომ რომ
არის წარმონაქმნები, რომელიც მიუწვდომელია ქირურგიისთვის, არის წარმონაქმნები, რომელიც იმდენად სულ ადგილას არის, რომ ბევრად მეც გააფუჭებ ქირურგიულად, ვიბოდიში ქირურგებთან. ბევრად მეტს გააფუჭებ ქირურგიულად, ვიდრე გააკეთებ. მაგალითად, როგორიც არის თქვა, მხედველობის ნერვის, მენის ნერვის ნევრინომები, მალფორმაციები თავის ტვინში არსებული, ზურგის ტვინში არსებული და კიდევ მილიონი სხვა რაღაცა, რომლისთვისაც აგრეთვე სტერეოტაქსია გამოიყენება. ეს შეიქმნა ესეთი ძალიან პატარა სკრუპულოზური წარმონაქმნებისთვის ერთჯერადად სხიური თერაპიით გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ეს უკვე შესაძლებელია და პაციენტი აღარ არის ვალდებული და იძულებული რომ წავიდეს საზღვარგარეთ. ეს დაიწყო თითქმის ერთი თვეა, მაგრამ რეალურად ეს გამოცდილება გროვდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ესე არ არის, რომ ვიღაცა ამგდილას გაიღვიძა, მივიდა და ეს ახალი ტექნოლოგია გააკეთა, ვიღაცაც ექსპერიმენტი ჩაატარა ან რაღაცა ჩვენ ციდან ვერ მოვიდოდა თავის გამოცდილების ძალიან დიდი დრო დაუთმეთ იმას, რომ ეს ყველაფერი ისე შეგვესწავლა, როგორც საჭირო იყო. მოდით ახლა იმ პროტონულ თერაპიას რო დავბრუნდეთ, ეს რამდენად პერსპექტიული მიმართულებაა და რამდენად მთელ მსოფლიოში პროტონული თერაპია არის დანერგილი. ახლა რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ცენტრი არსებობს, ესეც არ არის. ცოტა ხნის წინ სულ 4 ცენტრი იყო. ახლა იხსნება ახალი ცენტრები, იმიტომ რომ ეს პროტონული თერაპიის აპარატურა დაპატარავდა. ეს იცით რა, ეს ცოტა ფიზიკა არის და რთულია გასაგებად, თუმცა პრინციპი ერთი და იგივეა. ანუ სხვადასხვა გამომსხივებლის, როგორიც არის, მაგალითად ფოტონური ენერგიებით, ან ელექტრონებით შეიძლება ფოტონური ენერგიას არ აქვს, ესე იგი корпускула არ აქვს მოცულობა. ანუ ფოტონური ენერგიით შეიძლება დასხივება, შეიძლება ელექტრონებით დასხივება, ასევე შეიძლება პროტონებით დასხივება და ეს არის, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი პროტონი, რომელსაც აქვს მასა, მუხტი, ენერგია, რომელსაც აძლევ და გაუშვებ. პრინციპი ის არის, რომ პროტონული ენერგიებით შეტანა შეიძლება კონკრეტულად იმ ადგილას მინიმალური დაზიანებით გარშემო ქსოვილების, ისევე როგორც სტერეოტაქსიის გაკეთება, რომელიც უკვე საქართველოში შესაძლებელია. მაგრამ სტერეოტაქსიას თავის შეზღუდვები აქვს, პროტონობს თავისი შეზღუდვები აქვს. რა თქმა უნდა, ეს ერთმანეთს არ ცვლის და სხვადასხვა რაღაცა ეს კონკრეტულად ეს ინფორმაციაც უთხრათ ჩვენს მაყურებლებს. რომ ეს ყველაფრისთვის გამოსაყენებელი არ არის. რადგან ასევე იყო იქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტადია, რომელიც გარდიანზე დაიდო და ეს კითხვა ალბათ უფრო ბატონ ირაკლისთან იქნება, სადაც ესეთი მიმართულება, ალბათ ეს უფრო იმუნოლოგიის მიმართულებაა, მაგრამ ყველაფერს ერთად საბოლოო ჯამში ყველაფერი ბიოტექნოლოგიებამდე მინდის ხოლმე, სადაც შეიძლება კონკრეტული ანტიგენები, რომელსაც აქვს სიმსივნეებს, მათი დასწავლა მოხდეს, თქვა, სხვა ლიმფოციტების მიერ, იმუნური უჯრედების მიერ, რომლებიც მე თავის გამომუშავებს რაღაცას, ამას მოაგებს როგორც გასაღებს და მოკლავს კონკრეტულ უჯრედს. ოღონდ ეს მოხდება ძალიან ინდივიდუალურად, მაგრამ ეს თითქოს ჰიპოთეზის ამასთან დაკავშირებით შრომები, ანუ ჩვენ გავიგეთ ესე წოდები. ჯერ სახე იყო. სიმსივნურ იმუნიტეტთან დაკავშირებით შრომები დაწყებულია ძალიან დიდი ხნის. უნდა გითხრათ, რომ იყო ასეთი რაღაცა განცხადებები, რევოლუციური განცხადებები, რომ აი ჩვენ ახლა ვიპოვეთ რაღაცა კონკრეტული, მაგრამ სიმსივნე ეს არის ორგანიზმის განუყოფელი, მისი ცხოველმყოფელობის, როდესაც ადამიანი დაავადებულია ამ პათოლოგიით, ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ვითარდება დამოუკიდებლად. და ამ დამოუკიდებლად განვითარებას ჩვენ უწოდებთ სიმსივნის პროგრესიას. ის რაც შეიძლება სიმსივნეს კონდეს განვითარების დასაწყის ეტაპზე, მან შეიძლება ან დაკარგოს, ან კიდევ დამატებითი რაიმე თქვენ ახსენეთ ანტიგენები შეიძინოს. ამიტომ თქვათ ის რაც შეიძლება მოხდეს ლაბორატორიულ სინჯარაში ძალიან ხშირად განსხვავდება იმისგან რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში. უფრო მეტიც ის რაც შეიძლება მოხდეს მიუხედავად ის რომ ჩვენ წარმოების გამოცდებას ვაკეთებთ ხოლმე გამოცდები კეთება ცხოველებზე, ცხოველის მოდელი არის სულ სხვა და ადამიანი კიდე სულ სხვა და ეს აგემოს. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ყოველწლიურად ჩვენ ვიკრიბებით და დიდი სექციებია მათ შორის ექსპერიმენტულ ონკოლოგიასთან დაკავშირებით. ბევრი შრომები არის ჩატარებული საქართველოშიც ამ კუთხით, ჩვენ ამ კუთხითაც არ ჩამორჩით, თუმცა დღეს რაღაცა ისეთი კონკრეტული evidence based დაფუძნებული მაღალი სარწმუნოების კრიტერიუმებზე რაღაც კონკრეტული ხელმოსაკიდი ამ კუთხით ნამდვილად არ აქვს. ჩვენ უკვე როგორც აღნიშნეთ, ეს კვლევები სიმხელა დროშია გაწალილი ხოლმე, სანამ გაივლის პრეკლინიკურ შეფასებას, ანუ უსაფრთხოების შეფასებას, რამდენად უსაფრთხო იქნება, ჯერ შემდეგ მოხდება ცხოველებზე გამოცდა, შემდეგ იქ კიდე მონაცემები, მაგრამ მას სადღაც
15 წელი მინიმუმ გაჭირდება. 15-20 წელი ამისთვის არის საჭირო. როგორც ვიცით, როგორც ვიცით, არის საერთოდ ეს სოფლის მონაცემი მეგონია, ესე რომ ქალებში ყველაზე ხშირია ძუძუს კიბო და შესაბამისად მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ჩვენთან კონკრეტულად ხშირად მე მსმენია ხოლმე ბოლო ნაწილთან დაკავშირებით არა? არა, ბოლო ნაწილთან დაკავშირებით არა, იმიტომ რომ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლები სასახად მიუთითებს, რომ პირველი მოიმატა ძუძუს კიბოთის სიხშირე ავადობამ, თუმცა სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. სიხშირე რატომ მოიმატა? ეს ხო არ არის დაკავშირებული მოსახლეობის დაბერებასთან, ასაკისთან. ერთ-ერთი ფაქტორია, თქვენ კარგად იცნობთ, ძალიან მიხარია, რომ სწორ აქცენტებს აკეთებთ. ეს არის მოსახლეობის დაბერების პრობლემა, ეს არის სკრინინგი, რომელიც ავლენს დაავადებას ადრეულ სტადიას. ეს არის ამ პრობლემის პოპულარიზაცია, მათ შორის მედია საშუალებები და ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ დაავადება, ქალმა მიაქციოს თავის თავს ყურადღება წელიწადში ერთხელ, ან 2 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევა. ბუნებრივია, სიხშირე იმატებს. ასევე ცხოვრების სტილი, ეგრეთ წოდებული ევროპული სტილი, რომელიც სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე. მე ვგულისხმობ დაძაბულ სოციალურ ფონს, იმას რომ ეს ალბათ ურბანიზაციასთან დაკავშირებული ამბავია და ნაკლებად არის ევროპული პროდუქციული ფუნქციის რეალიზება არ ხდება იმ სიხშირეთ რა სიხშირითაც თქვას აზიის ქვეყნებშია. ეს არის კვების ფაქტორები, ეს არის რადიაცია, ყველა ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ცივილიზაციასთან. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამას ნეგატიური როლი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება საქართველოს და სხვა განვითარებად ქვეყნებს, აქ ძუძუს კიბოთის სიხშირის მაჩვენებელი ასევე მომატებულია. დინამიკაში რაღაც კატასტროფულ მატებას ნამდვილად არ ველით, თუმცა სიკვდილობის მაჩვენებელი მაინც მაღალ ციფრებზე რჩება. ეს ცუდია, ნამდვილად და სწორედ ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რაც მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევების ჩვენ კლინიკურ პრაქტიკაში აპრობაციას ეხება, ეს ალბათ გარკვეულ პერიოდში შემდეგ სტატისტიკურად დაგვიდებს სარწმუნოდ დაავადებისგან სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებას. ქვეყნებში სადაც კარგად ითვლიან ეს დასავლეთ ქვეყნებზეც ვლაპარაკობთ ხოლმე, იქაც არის ხოლმე დამოკიდებულება ძალიან გაყოფილი სამცინო სფეროზეა ხოლმე. ეს როგორც წესი ყველაზე უფრო სანდო არის ხოლმე ამერიკული სტატისტიკური მონაცემები, შემდეგ ბრიტანული და შემდეგ დანარჩენი ევროპის ხოლმე, თუნდაც კვლევების დროსაც ესეა ხოლმე, რომ ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგები არის ყოველთვის უფრო სანდო, ვიდრე თქვათ აღმოსავლეთ ევროპაში, მერე დასავლეთ ევროპაში და ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები ხოლმე. იქ არის ძალიან ესეთი კონკრეტული მონაცემი, რასაც ყოველთვის ხშირად უსვამენ ხოლმე ხას და ჩვენც ამის ნაწილი ვახსენებთ პრევენცია. და 51% სიმსივნების არის პრევენცირებადია, ეს ახალ ქართულ სიტყვა მოვიგონე, ანუ რომლის პრევენცია შეიძლება. ამ მოსწრაფეში ვახსენებთ სკრინინგები, მაგრამ ხო არსებობს კონკრეტული სიმსივნები, რომლებსაც სკრინინგს აზრი არ აქვს და არსებობს სიმსივნები, სადაც აქვს აზრი ამ სკრინინგს. თქვენ საინტერესო თემას შეეხეთ სკრინინგის, იქ ძალიან ბევრი ნიუანსია, მათ შორის სკრინინგს აქვს თავისი სტატისტიკური ცდომილებები. ამ დეტალებზე ჩვენ რო ჩავყვეთ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება. რაც შეეხება ძუძუს სკრინინგს, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სკრინინგული პროგრამების რეალიზებამ ჩვენ მოგცა ამ დაავადებასთან ადრეულ სტადიებზე ბრძოლის ძალიან რეალური შესაძლებლობები. შემცირდა მესამე, მეოთხე სტადიაზე დაავადებული პაციენტების რაოდენობა, წილი და გაიზარდა ეგრეთ წოდებული განკურნებადი სტადიების წილი. ეს სასახა იგივე შეიძლება ითქვას საშუალოს ყელზე, თუმცა ჩვენ როცა საუბრობთ, კიდევ აქ აუცილებლად უნდა შევეხოთ ეგრეთ წოდებულ მემკვიდრულ კიბოს ფაქტორს, როგორც აგრესიულ ფორმას ძუძუს კიბოსი, რომელიც ვლინდება ადრეულ სტადიებში, ადრეულ ასაკში, ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს და საჭიროებს სპეციფიურ მენეჯმენტს. აი ამ შემთხვევაში თუ სკრინინგის გაძლიერებას გულისხმობთ, ნამდვილად კი, ასეთი პაციენტები, ასეთი სუბიექტები უნდა იყვნენ ადრეული ასაკიდან
სკრინინგულ პროგრამებში ჩართული, უნდა იყოს მათ მიმართ გამოყენებული გარკვეული ღონისძიებები, გარკვეული განსხვავებული მენეჯმენტია. და ერთი თემა, რომელსაც მინდა უბრალოდ შევეხოთ, ერთად დავიწყე თავიდან, ეს არის ხოლმე გავრცელებული პროცესები ვიღაცები. არ ვიცი, მე არ მინდა რომ შეფასებისავით გამომივიდეს, მაგრამ არსებობს ერთი სიტყვა შარლატანი და ხშირად არის ხოლმე ადამიანები ძალიან უხეშად რო ვთქვა, აკეთებენ ფულს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, ამბობენ რომ აქვთ კიბოს წამალი, მშველიან ამას და შემდეგ. აი, ამაზე რა შეიძლება ვთქვათ, ანუ როგორ უნდა მივხედოთ ამას, როგორც ექიმები. რთული საკითხია. აბსოლუტურად მოულელი საკითხია საქართველოში დღეს, იმიტომ რომ ყველა ჩვენი პაციენტი ან ჩუმად, ან ამბობს ამას და იშვიათად აღიარებენ, აუცილებლად იღებს რაღაცას. ანუ ამ ტრადიციული მკურნალ-სამკურნალო მეთოდების და პროცედურების პარალელურად კიდევ რაღაც სხვა გზებს. იმიტომ რომ სვამენ საავიაციო ნავთს. შევჩენკოს მეთოდი. არსებობს ამ სოდის დალევის პრეცედენტები ძალიან ხშირად. არის დომენტოლი, გაგნოლი, რა ვიცი, ყველაფერი, ხაშურში ვიღაცა რაღაცას ხარშავს, იქ ვიღაცა რაღაცას ხარშავს და ნუ ამ პაციენტებს აქვთ ძალიან დიდი იმედი, რომ ისინი განუკურნავენ, იმიტომ რომ ჩვენ ვეუბნებით რეალობას, რა სიტუაციაში არიან, რა უნდა ჩაიტარონ, თუ არ ჩაიტარებენ, რა პერსპექტივა აქვს. ამას აქვს თავისი ევიდენსი, ამას აქვს არა მარტო ჩვენი გამოცდილება, არამედ წიგნში წერია, სტატისტიკური მონაცემები დევს, ყველგან არის, ანუ ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ნახოს თავისი მდგომარეობის მიხედვით სტატისტიკურად რა სწორი ინფორმაცია მიიღოს. ჩვენ შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემაც გვაქვს, როდესაც არის ონკოლოგიური დიაგნოზის ეგრეთ წოდებული უკუგდების მიუღებლობის, ჩვენ გვყავს ასეთი პაციენტები, მათთან მუშაობა ძალიან რთულია. ისინი ძალიან ხშირად არ ჟერათ რომ მათთან ჩატარებული მკურნალობა იყოს სწორი, იმდენად რამდენადაც ვერ იჯერებენ, რომ მათ ჰქონდათ რაღაცა ონკოლოგიური პათოლოგია. ამ დროს ეს დიაგნოზი დასმულია ავტორიზირებულ, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე დაწესებულებებში. ძალიან რთული, ხშირად ხვდებით ხოლმე ამის თანაშემთხვევებს და აი პაციენტები ითხოვენ აუცილებლად მორფოლოგიურ პასუხებს, ითხოვენ ამ მასალას, აგზავნიან ამ მასალას სხვა ლაბორატორიებში. იქიდან ბუნებრივია ღებულობენ შესაბამის პასუხს. თუმცა მუდმივად აქვთ ეს HV ნაკლებად იცით რა არის უფრო აი უკუგდების ფსიქოლოგიური მომენტია როდესაც ადამიანს ვერ აგნებინებ რომ ამ ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა არ უნდა მიმართოს აი ესეთ ხერხებს არ უნდა იყოს იგნორის მდგომარეობაში და უნდა გაყვეს ტრადიციულ მედიცინას მოდით მაშინ ჩვენი დაასრულეთ ადრე ეს პრობლემა აი ამ პრეპარატების არატრადიციული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი იყო. ეხლა შემცირდა. ეხლა შედარებით შემცირდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან პრობლემად რჩება, იმიტომ რომ ისინი ან კიდევ ერთხელ ან ამბობენ, ან არ ამბობენ, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტი მაინც იღებს ამ ყველაფერს. შევეშვათ თვითმკურნალობას, ვენდოთ კომპეტენტური პროფესიონალობის აზრს და დავიტოვოთ იმედი, რომ ის კვლევები და ის ცდები, რაც ამ წუთებშიც როგორც ბრძანეთ სხვადასხვა ლაბორატორიებში მიმდინარეობს, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის ამ დაავადებებთან ბრძოლისა დადგება ეს შედეგი ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ შევისვენებთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით დაგველოდეთ.